კი ბატონო, ერთი თემა მინდა შემოვიყვანო, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით 2025-ში აქტუალურია, ეს არის ხელოვნური ინტელექტი. ემუქრება თუ არა რაიმენაირად იურისტების პროფესიას, ადვოკატების ნაწილში ცოტა შეიძლება გრძელვადიანი პერსპექტივაა, მაგრამ მე მგონი რაღაც აგენტები იქნებიან, მე შეიქნება მომავალში ამ პროფესიას შეითავსებენ, მაგრამ გეხმარებათ თუ კონკურენტს ხედავთ AI-ში? ნახეთ, უნდა დავუყოთ, ხო? სამართლებრივი მხარდაჭერითი პროცესი რამოდენიმე კომპონენტისგან შედგება. პირველი ეს არის დოკუმენტაციებთან მუშაობის პროცესი. დოკუმენტაცია მუშაობის შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავების პროცესი, დამუშავებული ინფორმაციის ახალ პირობებში, ახალ დოკუმენტში ან ახალი სახის სტრატეგიის განსაზღვრის პროცესში გამოყენება, შემდეგ უკვე აღსრულების პროცესი. ხო, შეიძლება იყოს პირადი წარმოადგენლობა იქნება თუ რაიმე სახის აი ამ დოკუმენტაციის შედეგის დაყენება, ხო? იმედი, სადაც ყველაზე შრომატევადი კომპონენტია, ეს არის ინფორმაციის დამუშავება და დამუშავებული ინფორმაციების ასე ვთქვათ, რაღაცა რუტინა რა. აი ამ ნაწილში მე მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი იქნება გამოყენება ხელოვნური ინტელექტის. თუმცა, კიდევ ერთხელ ჩვენ იურისტები სკეპტიკური ადამიანები ვართ, გვიყვარს საკუთარი ხელით და თვალით ყველაფერს გადამოწმება, რა თქმა უნდა. კონსერვატიული მიდგომები. კი, რა თქმა უნდა. სკეპტიკურები ვართ, იმიტომ რომ რამდენად შეძლებს ყველა ნიუანსი გაითვალისწინოს, ხო? გადაამოწმებ მე. ხო, გადამოწმების ამუშავებ და მე შენ გადაამოწმებ. ეს კომპონენტი მაინც გვექნება, თუმცა მე მიმაჩნია, რომ რაღაც დროის შემდეგ გაცილებით შეგვისუბუქდება სამუშაო საათების უფრო პროდუქტიულად გამოყენების შესაძლებლობას მოგცემს. ანუ რეალურად AI-ის გამოყენება ინსტრუმენტად შეიძლება და საკუთარი დრო და რესურსი შეგიძლია დაუთმო სხვა უფრო მაღალკვალიფიციური სამუშაო შესრულებას, ხო? სადაც ის პროფესიული უნარები, რაც ადამიანური უნარებიც. დიახ, აი რაც ფიზიკურად ვერ ჩაანაცვლებს. ემოციას ხომ მნიშვნელოვანია ადვოკატი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შენ კლიენტთან კომუნიკაცია არ არის მხოლოდ ინფორმაცია მიიღე, გაანალიზე. ეს არის ნახეთ, ნებისმიერ კლიენტს უყვარს შენ თან მოიტანოს რაღაცა ინფორმაცია იმ გადასახედიდან იმ ჭრილთან, როგორც თვითონაყი ქვა ეს. ნებისმიერ თუნდაც ძალიან განათლებული ფიზიკური პირის აღქმა სამართლებრივი მოცემულობის შეიძლება არსობრივად განსხვავდებოდეს ამას როგორ აღიქვამს ადვოკატი. სუბიექტურია რა თქმა უნდა ყველა. ამიტომ როცა პროფესიული მიდიხარ რჩევისთვის მას ესმის, ის ადვილად ფილტრავს, სად არის შენი ემოციური მდგენელი, სად არის აი აქ ხედვის აღქმა შენი, ნამდვილად სამართლიანი იყო, უსამართლო იყო და ასე შემდეგ. ამიტომ ის რაც ადამიანური რესურსიდან გამომდინარე შეუძლია ადვოკატს, ცოცხალ ადვოკატს ვერ შეძლებს ხელოვნური ინტელექტი, თუმცა მას შეუძლია ჩვენი სამუშაო საათები უფრო პროდუქტიული აღადგინოს. და იყენებთ დღეს ხელოვნურ ინტელექტს თუ ნაკლებია? ეხლა ნაკლებად ნამდვილად ვერ იმ მოცულობით რა რესურსით ვისურვებდი რა შემიძლოს, თუმცა ამ ეტაპზე უფრო ისეთი სახით, რომ რაღაცა თუ მარტო ვარ და ვთქვათ თანაშემწესებლობა არ მაქვს, რომ უბრალოდ გადახედოს რაიმე ხო არ არის თუნდაც წერის დროს პუნქტუაციური ნაწილი. ამის იქეთ ჯერ ვერ. იმიტომ რომ სწავლებაში ხო არ შეიძლება კარგად გამოყენება ხელოვნურ ინტელექტს, რას ფიქრობ, ანუ იურისპრუდენციაში და სწავლებაში. მათ შორის იურისტებიც ჩართულები ხართ რაღაც ლექციების ნაწილში, თქვა თქვენ პრაქტიკული გამოცდილებას ხო უზიარებთ? კი, რა თქმა უნდა. ეხლა გააქვს ეგ ნაწილი? კი, ანუ ვიყენებ ვერ. ერთადერთი არის, თუ ხანდახან შესაძლებელია გამოიყენო, რა ვიცი, თუნდაც კაზუსის შედგენის ნაწილში, რომ რაღაცა შემოილია აი ამ კაზუსის ფარგლებში რაღაც ვარიაციები შეგითქმეს, იმიტომ რომ როგორ აკეთებთ ხოლმე, ხო, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დავალება, როცა კაზუსის ამოხსნა ხდება სტუდენტების მიერ და წარმოიდგინეთ ხა როცა ზიხარ და 5-6 ვერსიას ამ 6 ვერსიის 12 ქვეკითხვას იფიქრებ, იმიტომ რომ არ გქონდეთ ერთი კაზუსი და ამ კაზუსის რამოდენიმე ვარიაცია განიხილოს სტუდენტმა, ხო? ამაზე შეგიძლია შესთავაზო, რომ შეგიძლია დამიმუშაო ცოტა რაკურსი შეცვლილი ან ვერსია კითხვა შემიცვალ. ამ ნაწილში შეიძლება და მქონია შემთხვევები, გამომიყენებია, თუმცა რო გითხრა ხა ძალიან მნიშვნელოვანი რამეს ვანდებთ, ხო, ჯერ ვერ. კიდევ იქიდან გამომდინარე, რომ დობის მომენტი მაქვს ცოტა ის. მაგრამ ფიქრობ, რომ ეგ დროც მე ვფიქრობ, რომ ყველა პროფესიაში მეჩნია რომ კი, უბრალოდ ეხლა არის საჭირო დამუშავდეს პირველ რიგში სანდოობის საკითხი, რამდენად ხდება მისთვის გაზიარებული ინფორმაციის მხოლოდ ჩვენ კონტექსტში კონფიდენციალურობაც მნიშვნელოვანია. ხო, აი ამას ვამბობ, ეს სანდოობა სწორედ იქიდან გამომდინარეობს, იმიტომ რომ ჩვენ რასაც ვიღებთ, ჩვენ ყველა ინფორმაცია კონფიდენციალურია. ამიტომ თუ იმდენად კონფიდენციალურია, რომ შეიძლება თანაშემწესს არ გაანდო, ამდენად იქნება სწორი ეს გაანდო ხელოვნურ ინტელექტს, რომლის ფარგლებში არ გაქვს დარწმუნება, რომ შეიძლება მხოლოდ თქვენ შორის დარჩეს.
წესით არ დარჩება და ის ხო და ამიტომ სხვა ესე პირდაპირ არ მოუყვება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სადღაც გამოიყენებს რაღაც პრომპტზე. ამიტომ ეს სანადობის მომენტი არ ჩამოყალიბდება რა. არის მირამდეც ვიცი, არის დახურული წლის ხელოვნური ინტელექტები. კი, არის ბლოკჩეინის დაფუძნებული. პაվել დუროვი აპირებს შექმნას ახლა ტელეგრამის. აი მან დაადის პერსპექტივები, თუმცა დღეს არსებულში ვერ ვიტყოდი, რომ დიდად ვანდობდი ბრამის. ხო, ღიარხები სადაც არის. ნუ შეიძლება უბრალოდ ხელშეკრულების შედგენის პროცესში რაღაცა გამოიყენო. აი, ეგ რაღაც სტანდარტი, როდესაც განსაზღვრა, მე რა თქმა უნდა, ყველა სტანდარტს ადვოკატი და იურისტი არგებს კონკრეტულ შემთხვევას, თუმცა რაღაც სტანდარტის შედგენაში შეიძლება გამოიყენო და მე მოახდინო შენიშვნების შემცირება იმით, რომ მხოლოდ ინდივიდუალური მიდგომები გამოიყენო. იქიდან გამომდინარე, რომ ხელოვნური ინტელექტი შეუძლია, რომ რამდენიმე საათში თეილი, ასე ვთქვათ, რაღაც საკანონმდებლო ბაზა შეისწავლოს, ვთქვათ, პირობით ერთი ქვეყნის მოსამართლედ გამოდგება. ვერ, იმიტომ რომ მან არ არის, მან შინაგანი რწმენაც არის ერთ-ერთი კომპონენტი, რომლის ფარგლებში მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას, ხო? დეფინიციაში წერია არის. კანონიერება და სამართლიანობის პრინციპი. შინაგანი რწმენა უწერია ერთ-ერთი, როგორც დეფინიცია, გამარტება სადაც არსებობს, რის საფუძველზე იღებს ეს მოსამართლე გადაწყვეტილებას, ერთ-ერთი არის შინაგანი რწმენა. შინაგანი რწმენა ამას ვერ ექნება. რატომ არის, რომ მაგალითად ახლა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი თუნდაც რაღაცა ლექსი იქნება, ნახატი იქნება თუ ნებისმიერ ნამუშევარი არ არის, ასე ვთქვათ, საპატენტო მიზნებისთვის არ ითვლება ნაწარმოება. რეპლიკა, ხო, ის. არც არ ითვლება არანაირ შემოქმედებით პროდუქტი. ღირებულებად. ხო, იმიტომ რომ ითვლება, რომ მას არ აქვს არც შინაგანი რწმენა და არც ნაგულისხმები ვერ ექნება ვერაფერი. აქედან გამომდინარე, ელემენტარულად თუ საუბარია საპატენტო განაცხადზე, ხო, ხელოვნური ინტელექტის მიერ თუნდაც შექმნილი გენიალური ნაწარმოები ვერ იქნება განხილული როგორც ნაწარმოები, იმიტომ რომ მას ის არ აქვს, რასაც ადამიანური შინაგანი სამყარო ქვია. ანუ მოსამართლედ არ გამოდგება. არა, მოსამართლე არ გამოდგება. მეტიც ძალიან მინდა გავაფრთხილო, ვინც ხშირად იყენებს და თუ ვინმე ხშირად იყენებს, ჩვენ ვქონდოთ გავტესტეთ და ძალიან ხშირად ქმნის მუხლებს, რომელიც არ არსებობს. ხო. იყენებს ანუ ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ის ადამიანი, ვინც პირდაპირ აყრდნობს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ რაღაც დასკვნას, თუნდაც სამართლებრივ დასკვნას, რაღაც საკუთარ მე დოკუმენტს იქნება, განცხადებას იქნება თუ სხვა სახის რამე იურიდიულ მასალას, იმიტომ რომ ის იტყუება ქმნის და იმ შექმნილის ბაზაზე გაძლევს დასკვნას.